ხო. პოდკასტს ერთი. სამგად მოხდა რაღაცა კითხვა არა და რაღაც. ბრო, იზმენებში ვარ უკვე. უნდა და ეგრონოს ჩემი. საჭი. მოგესალმებით, ან იმის გვათ შემისახელია Blizzard-ი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ Blizzard-ის სიმართლის მეექვსე ეპიზოდი, კერძოდ Redline-ის, Clay Studios, Konogimas და Revoice-ის წარმოადგენელი. ყველაზე მაგრები მაინც Revoice-ია, bro. გამარჯობა. შორის დღევანდელი. მოგესალმებით ყველას მაყურებლებს, რავი. დღევანდელი სტრიმის სპონსორია Revoice, კერძოდ ჯორა, ჩიპსი, ლუდი. მიკროფონი, ყველაფერი, შტატივი არაა, ჩემი და სახლი დარჩენილ. დაშვებით როგორ ხართ? რა, ვიარებუშ. მოდი, კიდევ ახსენე. ცოტა გაგვიწელა პოდკასტი უნდა გადაგვიღო შუა დღეს, მაგრამ უკვე მოსაღამოა. ვიღაცა შეყვარებულის გაცილება უნდა. ხო, ნუ უნდა გადაგვიღო რაღაც საქმეებიდან გამომდინარე, გადაიდო ცოტა გადაღების ამის ბრალი. გადაღების დრო და ვიღებთ მოკლედ ახლა პოდკასტს რომელიც ამოჭერით ეს მოსაწყენი მონოლოგი. დავიწყოთ ნორმალური პოდკასტი მენეზე არის. კარგი. პოდკასტი გაასრულეთ. დავიწყებ პირველი შეკითხვით. ბატონს უკვე წინა პოდკასტზე როცა მყავდა. ხილატას დაუსვი შეკითხვა და მისგან მოსმენილი მაქვს, მაგრამ ახალ შეხედულებასაც მოვისმენ. ვინ ხართ? რას წარმოადგენთ და რა საქმეა? რატო გადაწყვეტეთ გამხმოვანებლად? ვარ ჰინატაშო, 20 წლის. ცხოვრობ თბილისში. გახმოვანება დავიწყეთ 16 წლის ასაკში 2020 წელს ანიმეტივიზზე 1 იანვარს. დავიწყე გახმოვანება. ყვანილი ხარცო. ისე ყვება ამას გასაუბრებას რომ მიდის რა. და ნო ისეთ სამსახურში რომელიც არ ელასება. ოდე ზას თუ რაღაცა სიუშენ დაგაწერებ ჩემზე. ადლერი ვიქნები. გახმოვანება დამოწებინა ჩემო მეგობარმა რომელიც ფრენბურთზე გავიცანი და მაგის გამო დავირქვი ჰინატაშო ფრენბურთიდან. რა უნდა შეცვლი იყო წარსულს ვერ შევწვი. შენ თიკო? შენ თიკო, ხო. მე ნუ თიკო ვარ. თიკო მქვია ვარ მეთქი. გახმოვანება დავიწყე ამისი წყალობით, ჰინატას წყალობით, მოკლედ გახმოვანებაში ვარ მეორე თვე მგონი, ხო უკვე? ხო, მეორე თვეა. თავიდან დავიწყე მაიკადრიზე, ოღონდ მარტო ერთი დევს ისიც დანდადანის ბოლო ორი სერია. ხო. მადლობა Blizzard-ს. და ახლა ჩვენი საიტი გვაქვს და იქ ვახმოვანებ ძირითადად Redline.com, ბოლოში ყდა და წერტილი.com. რომნამე. არა, Redline-ი არ გვასპონსორებს. არ არის აქტუალური Sorry. ბიჭო, არაცე, ენერგეტიკულ ზვაი. არ თუ რამე დაგვასპონსორეთ არა, პრობლემა. სპონსორებზე პრობლემა არის. გახმოვანების ნიკნეიმი ჰიტოკაჩი დაიმახსოვრე. არანაირი ჰიტაკო. ჰიტოკა. თიტო. მე ჰიტაჩი მაქვს. ახსენდება მსგავს ჰიტაჩი, ამარო ჰიტაჩიო. მაც ვარ ტელევიზორში. იტაჩი ბიჭო ნარუტოდან. ჩემი ძმა. შენ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ დანიელი. ვარ შედარებით პატარა ასე ვთქვათ ასაკით გამხმოვანებელი, ვარ 17 წლის და გახმოვანება დავიწყე, რომ ვიყავი 14 წლის, 3 წელზე უდნავ მეტია ვახმოვანებ. 3 წელზე უდნავ მეტია ვახმოვანებ და რავი გახმოვანება დავიწყე, პროსტა მოვანებ და ეხა ჩემი საიტი მაქვს, Clay Studio, წერტილი მე და Daredevil, ვისაც მოვუყუროთ. ყველაფერი გაასპო. ყველაფერი გაარეკლა. Redline.com-ზე პირველი იდება Redline. Redline, bro. დაფიქრდი Redline, დაფიქრდი სანამ ერთი დღით ადრე მეორე სერია. დადება მეორე სერიაც მინდოდა დაგვიწყო. ზოგადად ბაიკენი პირველად არის როგორც ისი პოდკასტი. ჩემი პირველი პოდკასტი. ხო და გახსენი ექსკლუზივი. ბიჭო, რა ვიცი, მაგ გახმოვანების სფეროში როგორც ასეთი შემთხვევით მოხდი, ვაფშე გეგმაში არ მქონდა. ნავა, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი გადაწყვიტა რომ ხო, მოკითხვა დუბაიში. მასარი არა, შენ შეგეძლო რომ მე შევხვდარიყავი, შეგვეძლო, მაგრამ დუბაის შოკოლადში გამწვა. როგორი სიტუაცია იყო, იცი? დააზუსტე რომ საით სანამ შექმნიდა Konogimas რა.
მითხრა რომ გაპიარებას და რაღაცას ვაპტო და როგორ გავაკეთო რაღაცა კონოგიმას რო ქმნიდა და მეც დამაინტერესა რა ქართულად გახმოვანებული ანიმე საიტი ანუ ჩემთვის ეს სიახლეები ყოველთვის საინტერესოა რა რაღაც ახლები რა და მეთქი და მოგეხმარებით ბა პიარში რა პრობლემაა რაღაცა და შევქმნით როგორი კონტენტი იცის ამ შევქმნით ეს არის იმის გულშემატკივარი რა როგორ მაგით დავწერთ პიარი ანუ ეს იმის პიარი ეს არის მაგის გულშემატკივარი ეს ფანები რომ ის ტექნოლოგია ხო ეს იყო ჩვენი პირველი კონტენტი რომელიც ძალიან მაგრად გავარდა რა სიტუაციაში და როგორც ასეთი გახმოვანება ცოტა მოგვიანებით დავიწყე მე იმიტომ რომ მეც ხო არ ვცადო ბიჭები ახმოვანები და მეც ხო არ დავეხმარო რაღაცაში და როგორც რო დავიწყე პირველად რავი მე სხვადასხვა გამისწორდა რომ გავახმოვან და რო დაიდო ჩემი პირველი სერია რაღაცა და კაი კომენტარები რო წამოვიდა რა მაგარია რაღაცა ხალხს უწორდება ჩემი ხო აზე ხარ და მეც мотиваცია მომეცა რა გახმოვანების ეგ ბავშვი ყველას мотиваცია მე მგონი აი როდესაც გამოდაში ეხლა როგორ სიტუაციაში ვარ ეცი ეხლა რო უყურებ ჩემს ძველ გახმოვანებას მეთქი მერთო ეს რა საშინელება ეს რა საშინელებაა და ეს ნოვას დამსახურებაცა მე გახმოვანების სფეროში ვარ და ხალხის და მადლობა ყველას რა ვინც გვერდში მედექით, ვინც კომენტარებს მიწერით ჯიგრები ხარ და ვინც გვიდონატებს შეიძლება ვიპი ბაიკენს რაც შეეხება რა ბაიკენს რომ ეძახ ბაიკენს რაც შეეხება მეთქი თავიდან მიდო და საბავარს იმაში უნდა არა ძმა ეგრე არ გამოვა რაღაცა ვიღაცამით რომ სახელი და გვარი არა ყველას ნიკნეიმი უნდა ქონდეს მეთქი აი ბაზარი არაა მაშინ თამაში მეწერა ბაიკენი მეთქი ბაიკენი იყო ჩანდაბას და ბაიკენი შემომჩა რა და ნანობდე და თავიან საბავარს მაშულები საინტერესოა შენ ჟორა მე შენ ჰინატა რომაქს მოკლედ ვანპისი როდის იქნება ბიჭო ფიქრობ წავშლით რავი აღარ მევასება ეგ ვანპისი რედ რეინზე გავაგზელებ გახმოვანებას მოკლედ my name is Giovanni Giorno but everybody calls me Jora რატომღაც I don't know why გახმოვანება დავიწყე იმის გამო რომ თამაში, короче, ამუგასის ნაირ თამაში იყო რაღაც რა ვეშეთ და მან, короче, ხმებით ფლექსაობდი, ხმებს ვიცვლიდი და ტიპებმა თქვენს, იო, ხო, გამხوانებელი ხარო და მეთქი. შეიძლება. ემონგას თამაშობდი ხოლმე? ბიჭო, არა, სასპექტი იყო. ან იგივე პონტია, მაგრამ ხმან ვეშეთი არის მენ. ხო და მაგის მე, короче, YouTube-ზე დავიწყე ვიდეოების გადაღება. ვიდეოების არა, სტრიმების. და მაჩერეს მანდიდან ვიღაც ტიპმა გამეჩითა, ვიღაც ტიპი გამეჩითა ჩატში. რანდომ ტიპი. იე, кайსაო. არ ჩვენ ჯგუფს ходავთო რაღაც გახმოვანების, რა თქო არ გინდა ჩვენთან შემოხვიდე ჩვენთან რა. მეთქი შემოვა თქვენთან. არ დაფიქრდიყო. ბიჭო დაუფიქრებლად, პირდაპირ დავცველად, ხო და მან დრონ გავიჩიტე ვაგართან. ადმინის სტატუსი ავერტყე ზუსტად რამოდენიმე დღეში. და პირველი რაც შევთავაზე, მოდი რამე პოპულარულ საიტს მივწეროთ თქო. და მაგ მომენტში მე გარტყვაში არ ვიყავ, ქართული გახმოვანების, ქართული გახმოვანება არსებობს, იო ეგ რა არის? ქართულად ვინ ახმოვანებს ვაფშე? და ხო მეთქი, მოდი პოპულარულ პროექტს მივწეროთ და მან გავახმოვანოთ, მაგ ბიჭებს გავახმოვანოთ, რა ვიცი, ანიმეებით თუ რაღაც თემები და მივწერეთ ტოკიოჯის. და გასაუბრებს მე აგვიყვანეს და როგორ კაცი ეგრე გავიჩიტე ამ სფეროში. ძალიან უცნაურად, მაგრამ მუღამი აქვს თავის. როგორც ვიცი, აქვს ახალი პროექტი Revoice. რომ მოგვიყვე Revoice-ზე რა პროექტია? ეგა პროექტი არის, ანუ ჩვენი პროექტი დუბლირებით ახმოვანებს ანიმე ფილმებს და ანიმაციურს. იმედი მაქვს მომავალში ფილმებსაც მოვხოდავთ. აი Revoice-ს უნდა გეყვანაზე გამერიცულან იგივებ. და ასევე ივენთებსაც. ამ მომენტისათვის ჩვენი ფილმები საკმაოდ ბევრ საიტზე იდება და თითქმის ყველა გამხმოვანებელთან თანამშრომლობთ, რა ვიცი. რო გავაჟღეროთ ექსკლუზივისად იდება ხოლმე პირველად. როგორ? რო გავაჟღეროთ. ანუ ზოგადად პირველ კოლოგიმაზე იდებოდა. რომ ყველას ვასწრებდით რა და. ნაი კადრი კონოგიმა, რავი, რანდომულია ეგ ვაფშე. და რა ვიცი, დუბლირებით ходავთ მოკლედ ანიმეებს მარტივად რომ გითხრათ. და ვისაც გაუსწორდება, რავი, გამხმოვანებელი ვინმე თუ უყურებს ამ პოდკასტს, აი მათ კაც მივმართავ. მოკლედ, რა ვიცი, თუ ფიქრობ რომ, რა ვიცი, გაქვს კარგი ხმა, გაქვს მიკროფონი და გინდა სადო ჩვენთან გახმოვანება, მოგწერე, პრობლემა არ არის. TikTok-ზე აქვს. აინს დაიწყე. სუდი პერსონაჟებიც არიან რა. ასევე თუ სრული გექნებათ გახმოვანების და გამოცდილება არ გაქვს შეგიძლიათ მოგწეროთ კოლოგიმაზე და
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენ ხმაზე. მოკლედ ეს პოდკასტი არის ერთი მე ერთი დიდი ინტეგრაცია Redline ჯერ არ მიწეროთ გამხმარებელს არ იყვანე. ხო, მოდი ბარემ რეკლამა. Play Store-იასაც არ მიწეროთ, არ აქტიურობს საიტი. აღწერაში იქნება ჩემი Instagram-ის ლინკი და ვისაც გახმოვანება გსურთ, მომწერეთ და Blizzard-ის სახეს რომ შევხედე რაღაც არ ამგონი. არა საუმალოდ Redline-ი გადაიხდის გამხმარებაში. მოკლედ იბაიგენ. წყალს ერთადერთი კონოგიმას წარმომადგენელი ხარ დღეს შენ ხარ აქ. კი ბატონო. რა გეგმები აქვს კონოგიმას მომავალში? კონოგიმას თავიდან გახმოვანებ რომ დავიწყე რა, ვახმოვანებდი ერთხმაში. ანუ როგორი სიტუაციაა რა და გოგოს გახმოვანებას მე მიწევდა ბიჭის, კატის, რა ვიცი რა. ანუ ვიცი მომენტივაში Blizzard ხენი აქვს ახმოვანებული ფილმში. ხო მოდი Blizzard ნუ დაახევთ სამუშაოს. რაღაც ხოდა გაახმოვანოს. არა, რომ დავიწყე, ყველა ეგრე ვახმოვანებდით რა და მეც ვიფიქრე, მეთქი პროექტს რაღაც აკლია, ხო აზე ხა Revo-ის რო შევხედე რა დუბლირებით რა, მრავალხმაში ხვდავენ რაღაცებს და ყველა პერსონაჟი თავის გმირი ყავს. ყველა პერსონაჟი ასრულებს თავის როლს სიტუაციაში და მე გადავწყვიტე რომ განახლება გამეკეთებინა ანიმეებში რომ ანიმეს აწი გაახმოვანებ ჩვენთან სერიები როგორც დაიდება სამხმაში გახმოვანდება ანუ მრავალხმიანი გახმოვანება დიდი ჩვენი დუბლირებას მრავალხმიანი დუბლირება შენი არის სამხმიანი voice-over სამხმიანი დუბლირება გინდა მრავალხმიანი იქნება ანუ ეგ ლოგიკურია როგორც ასეთი გამხმოვანებლები ძალიან ცოტანი ვართ რა რაღაც სიტუაციაში რა და გადავწყვეტ რაღაცას გეტყვი რომ სამხმიანი voice-over-ი არ გიყავს ბიჭო გამოცდილი მაქვს ბიჭო გააჩნია კარ მოიდა ასე თქვა აუთ ბაიკადრის აქვს ეგერ გაკეთებული რეგთაიმი იყო აომინე იყო ფილმია და ესენი სერიალები ზამბობიან ბიჭო ნუ ანიმეებზე შეიძლება ანალოგიურს გაკეთება ვერ ანუ ხო არის რუსული ანუ ხო მაგრამ ანუ ანიმე სერიალზე ანუ ანიმეები მაქვს დანახი სადაც ბევრი გამხმარებელი არის voice-over ჩულები რუსულში კი რუსულში და ქართულად რატო არ კარგადაც იცი რუსეთში რამდენი გამხმოვანებელი კი მაგრამ რატო არ შეუძლია ამას რომ შეგიძლიათ გამხმარებლები იცი რა რესურსი იხარჯება დრის რესურსი პირიქით ამ თარგმანი ყველაფერი გექნება სამ გამხმარებელი ერთ რაღაცას რო ახმოვანებს იცი რა მაქსამიდან ორს ცალ-ცალკე სხვადასხვა რაღაც გახმოვანებს რო იცი რა არის რესურსი არა მოდი მე აგიხსნი რა ხარისხი მაინც არის ბიჭო არა თემა რა შეიძლება არა ხარისხი როგორ არის ცვლება მოდი მე აგიხსნი მე 10 წუთი რაღაცას რო გავახმოვანებ 10 წუთამდე რომ მივალ რა ეხლა შენ 20 წუთში ახმოვანებ სერიებს ბაზარი არა მე სერიებისთვის მჭირდება 2 საათი 3 საათი იმიტომ რომ ჩემ ხმას ერთი შეიძლება 100 ჯერ მოусმინო 200 ჯერ და ეხლა მე რო ჩემ პერსონაჟს გავახმოვანებ აი ნაკლებ წუთში რა რასაც ქვია რა დროის თემა დროის საკითხში თუ ჩავიტევი იმას უფრო ხარისხიანად ვიზავ და გახმოვანება როგორ გადავწყვიტეთ რა ვის რა პერსონაჟიც მოუხდება ვისაც როგორც მოუხდება იმას ის პერსონაჟი ექნება რა მე მთავარი გმირი მინდა შენ მთავარი შენ მთავარი დუბლირების ფონტი გამარჯვება საიტზე გარწევგება რა საიტს არ წავდგება ბიჭო ან თემა რა შეიძლება ანუ ლოგიკურად რომ შევხედოთ ანუ დიდი ალბათობით მან კომანდის გაყოფის თემა იქნება ბიჭო ანუ მან ყველა ხوارდასვამ შენ ბაღოხმაში დიდი ალბათობით იქნება გამორჩეული კომანდა სტაფი რომელიც უშუალოდ 3-4 გამხმარებელი იქნება რომელიც გაახმოვანებს უშუალოდ იმ პროექტებს ან ძირითად პროექტებს ასევე იქნება სამი გამხმარებელი რომლებიც სოლოზე გაახმოვანებენ რომ უშუალოდ გენერირება იქნება გენერირება ხო რა მაგას მეც სოლოდი დავიწყე რა როგორ თემა იქნება როგორც ხარისხიანი გახმოვანება ასევე ჩქარია მაგალითად ongoing-ებზე შენ გინდა არ გინდა ვერ იგზავ მრავალხმაში გაიჭირდება თუმცა ძველი ანიმეები რომლებიც უკვე გამოსული არის რატომაც არა ანუ შეიძლება ბიჭო არა მიმდინარესაც შეიძლება თავი მოაბა მრავალხმაში ეგ ჩემი აზრია რა ადამიანი თუ პასუხისმგებლობით მოეკიდება რაღაც სიტუაციას და რაღაც საკითხს ყველაფერი იდეალურად გამოვა მაგრამ პასუხისმგებლობასაც შეეხება რა ეხა ფინანსების საკითხია აი ძალიან სწორად მესმის როგორც ასეთი როგორც მოგეხსენება ანიმე საიტებს ფინანსები არა აქვს შენ ამიტომაც ეგ არის ეგ საკითხი არის ჰობის დონეზე რა იმიტომ რომ ჰობის დონეზე რა და მე მინდა რომ შემოსავლიანი სფერო გავხადო ეს ყველაფერი რა ჩვენი გახმოვანების ეხლა ბევრმა შეიძლება იფიქროთ რომ ფული და რაღაცა ფული იმ თემაშია საჭირო რომ ფული იმ თემაში რომ პროექტი უფრო განავითაროთ რომ მაყურებელს შევთავაზოთ უფრო ახალი ხარისხი უფრო დროის საკითხში რო იდებოდეს რაღაცა იმიტომ რომ ყველაფერს თავის დრო ჭირდება რა ეხლა ფინანსები რო გააქვს დრო იმის რომ ის შენი საქმე აკეთო ხალხის ყველაფერთვის რა
გამხმოვანებელსაც გადაუხდი, ეგრე რამდენი გამხმოვანებელი წავიდა. ფინანსები არ ჰქონდათ, რაღაცა გაუჭირა, წავიდა და სამუშაობა დაიწყეს. სხვა სფეროში. არ და რამაგარი გამხმოვანებლები იყვნენ. ბიჭო, არა, ეგეთი ბევრი იყო სიტყვაზე. ხო და ეს სფერო მოკვდება ძმა. მე ეგრე ბიჭო, ანუ თუ რაღაცა არ შეცვალე. არ დაანებენ, მაგრამ უფრო აი ერენი მაგალითად თუ ერენი ხო ადრეაქტიურად ახმოვანებდა რაღაც პერიოდის შემდეგ გაანება. ანუ ასე კიდე აი იაგამი თუნც იაგამის ახმოვანებდა თავის რედაქტორი, მაგრამ ფინანსი ფული არ მოდიოდა პროექტიდან. ბიჭო, იაგამის მე პირადად არ ვიცნობ და ყველა ძალიან დიდ პატივს ცემს რა და იაგამ თუ გიყურე ჩემგან მოკითხვა რა. ჩემგან ლუდი. და ხო არა ოჯახი შეექმნა შვილი ყავს ცოლი ყავს რაღაცა ეხლა ძალიან სწორად მესმის იაგამის ეხლა გახმოვანებით ოჯახს ვერ არჩე თორე დაწონებული ვარ სფერო არ არის რომ ფულსი შოვი გინდა არ გინდა თქვა და არა ანუ თუნდაც მოდი ასე ვთქვა ბრავო რეკორდსიც ხო ბრავო რეკორდიც ანუ ხოლმე გახმოვანებით არა დაკავებული მან სიმ მუსიკა თემები რეკლამები უცხოენაზე ახმოვანებენ ბოლოს და ბოლოს ან რამდენიმე საკეთებენ რომ ეგ ყველაფერი შეინარჩუნონ ეგ თლიანად ეგ კომპანია მე მგონი აქ ვინც ვზივართ ფულის გამო არავინ არ იმიტომ ახმოვანებთ რომ მოგწონს ეს ახ დუბლირებაზე ვინც ახმოვანებს ყველა გამხმოვანებელი ეხა რას გაიძახი ბოლო ორი თვეა ფულს მაინც მიხდიან ნაბუსა შე ეს სფერო მაგრად მიყავს მაგრად შემიყვარდა რა ერთ ნოუნეიმები რომ მენეჯერები ხალხო წინა პოდკასტში მილი დაასრულე და ეგ სფერო შემიყვარდა მაგრად რა ჟორას დამსახურება ნოვას დამსახურება ბიჭების დამსახურება თქვენი დამსახურებაც არის რა რომ შემიყვარდა ასევე ხალხის დამსახურებაც არის რა და მე მაგს თემაში ფულის გამო არ ვარ, მაგრამ ფული საჭიროა რა. მოდი დამეთანხმებით, იმიტომ რომ ანუ განვითარებულ, ანუ თუ გინდა რომ რაღაც განვითარო, თან ფული რა თქმა უნდა საჭიროა. მე მიყვარს რა, მე კი მინუსში ტექნიკა, აი თუნც ფარტი რაღაც, ხო, გინდა არ გინდა რაღაც ხარჯ იქნება. ხო და ბოდიში. ამით ეხლა ჩემთან ვახსენე პოდკასტში ესეთი რაღაც, რომ ნუ ფული არის ჩემი აზრით არასწორი мотиваცია, იმიტომ რომ თუ საქმეს ფულის გამო ვაკეთებ, ჩემი აზრით ანუ საქმეში ვერ გაიზრდები რა. თუ საქმეს იმით ვაკეთებ, რომ გიყვარს, ჩემი აზრით უფრო გაიზრდები, ვიდრე იმის გამო, რომ ლოგიკური არის ახლა. ლოგიკურია, მაგრამ ეგ საქმეზე საერთოდ. ბიჭო, ხო, საქმეს იმის გამო, რომ გიყვართ და არა იმის გამო, რომ თუ როგორ მიყვარს მონობა, თუ ჟისტები. თუ ხელოვნებას თუ ეხება საქმე, მაშინ კი, მაგრამ ბიზნეს და რაღაც ბიზნესი ვერ გაყვერები, ვერ გეყვარება, მაგრამ თუ გამხმოვანებლებს ეუბნები მაგას რა, არასწორი ხალხი შეგირჩევია. ორწამიანი პაუზა მინდა, ორწამიანი პაუზა. ეხლა გადმოვალ ისევ შეთან ჟორა. საინა დაიბადა რევოისის იდეა. ბიჭო, ზოგადად ვაფშე ძალიან ძელი ისტორია. ყველაფერი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც გახმოვანება დავიწყე. როდესაც Tokyo Jazz-ზე გავიჩიტე, მე მაშინ გარტყმაში არ ვიყავ ვაფშე გახმოვანების. პირველი რაც ვიკითხე, არის თუ არა ქართულად დუბლირებული ანიმეები. არაო. და ვეთქიო, რატო? იყო მცდელობებიო, აკეთებდენო, მაგრამ სადღეობითაც არის მცდელობები. ხო, ანუ იმ და ის სანამ დავიდეს ყველაფერი დაიწყება და ხო იყო რაღაც მცდელობაო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდაო. მაგის შემდეგ, მოაი სულ მქონდა მაგის ყოდება. იო, მე ერთ დღეს ვაჭველი რაღაცა დუბლირებით უნდა გავაკეთოთ. მე 2020 რა, აკეთებდა? ანუ რამდენი პროექტი? 4-5 პროექტი აქვს მინიმუმ. ანუ დუბლირებით წამოწყებული, გინდა ანიმე, გინდა სერიალი და არც ერთი დამთავრებული არ არის. ხო, აი თუნდაც ეს ანიმაცია კოშმარი შორის. ბიჭო, რესურსია, ძალიან დიდი რესურსებს აქვს გამხმოვანებლების ძირითადი გამხმოვანებლები. რესურსი, დრო, ცოდნაცა საჭირო. ანუ დუბლირება არა, მარტო ხმის მოშორება და საუბარი. არა, დუბლირების დროს უცბაობს და არის დუბლირება. დუბლირების დროს გიწევს ხვირილი, ტირილი, სიცილი და ამას ვერ გააკეთებ. ემოციების გამოხატვა. პერსონაჟ შერგები. ხო, მაგას ის პერსონაჟი ხდები ხო, რა ეგას, ჩათოლე ის პერსონაჟი ხარ მოკლედ რა. უდი აღარადო. მე შეგითხარი შე. და ნუ რახან საქართველოში არ იყო დუბლირება, მაგრამ აი წამოვიდა უფრო. ხო, აი მომენტი იყო, იო, თუ არა, მეთქი აი შევხედო სიტუაციას როგორ წავა იქ ყველაფერი, თუ არ იქნება თქო, მაშინ თუ როდეს ვინმე წამოწყობს დავიკიდებთ. მე რაღაც ერთი წელი გადის კონაგიმაზე ვიჩიტები, რაღაცა ადმინისტრაციის პონჩი ვიყავი მაშინ და ბიჭებს ასე თემას ვთავაზობ, რომ მეთქი, იო, დუბლირება ხო არ სადო თქო, აი ჩვენო გუნდა რაღაც ვინც ახლა გამხმოვანებლები ვართ, შევიკრიბო და წამოვიწყოთ მეთქი ეს. მე არ ვიყავი მაგას. მაგას ბაიკენი ხარ იყო, არ აქტიურობდა. ხო და დავიწყეთ, ვიპოვეთ აუდიო, ვიპოვეთ გამხმოვანებლები. თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ საბოლოოდ რატომღაც ნოვა ავიცი, მგონი ფიქრობ არ გამოვაო და
იმ დონეზე როებზე ავიშალე მაგ მომენტში მეთქი ციოი ბოლო წვეთი წავედი თქო აღარ მინდა მაგ მომენტში წავედი საერთოდ რაღაც პერიოდით მე თორსები აი ამ წინაზაფხულს დავბრუნდი რაღაც ჩემ პირადი მიზეზების გამო ხო და მეთქი და მაგ მომენტში მოგწერა ერთმა ტიპმა აი ერთი ერევანი ტიპის ომეხი ხო და შემოგთავაზე მოკლედ ასეთი თემა მეო კაროჩე ვარო სტუდიის რეჟისორი ვარო რაღაცა ხმისო რაღაც თემების სტუდიაში მუშაობ და შემიძლია დაგეხმაროთ უშუალოდ დუბლირებაში მეო კაროჩეო ჩემთან ქვეყანაში და ასე რუსეთში ხედავდიო თემებსო რაღაც დუბლირების და მე მინდა რომ საქართველოში წამოვიწყო იმ რომ თქვენი წამოვიწყო რამოდენი პროექტში დაგეხმაროთ მერე კი უკვე ჩემი ხან რაღაცა ის საჩვენებელი მასალა მექნებაო ნუ მეთქი ოკეი ნო პრობლემ მეთქი ჩვენთვის პირიქით მაგარი იქნება თქო გადის რამოდენიმე თვე ყველა ხმა მზადა იმისათვის რომ ჩაუგდოთ ვუგდებთ და საბოლოოდ ტიპმა ჩაგვიგდო აი უსაშილესი ედიტი მე მგონი რომელიღაცა იყო ჩვენთან რა დისკორდში მეც ვიყავი დისკორდში ხო და ის აი ინდონეზზე აი ნერვებზე ავითხარე მეთქი ჯიჯკაისზე იყო ხო ჯიჯკაისი და ნერვებზე მაგარ ნერვებზე ავიშალ მეთქი არ მინდა თქო მეთქი მოდი მე ვიზამავ ყველაფერს და ზუსტად რა ვიცი რამოდენიმე დღეში ეს ვთქვათ ინტერნეტში მოვიდა ინფორმაცია როგორ მოვაშორ ხმა როგორ დავაედიტო და რა ვიცი პირველი ფილმი გამოვიდა ესეთი როგორც ხა არის ვისაც ვაჩვენე, ნუ თავის პონჩი, რა თქმა უნდა, უფრო უკეთეს შეიძლება ყოფილიყო, უბრალოდ ხალხნო იცოდეთ, მე ამ editing-ში და ამ ყველაფერში ვარ, სადღაც, აჰა, 5-6 იყო. პროფესიონალებია რო ვარ? ხო, ანუ ფანდაფში ვარ და სამოყვარულო დონის edit-ი იყო გავხმაურება ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა. სპონსორი ჩვენ არ გვყავს. ენთუზიაზმზე ვარ. ენთუზიაზმზე მით უმეტეს, ხო და თქვი და მე მოკლედ ხო და მაგის მერე კაროჩე მეთქი აი პირველი პროექტი გამოვიდა კარგი გამოხმაურება ხალხს მოეწონა გამხმარებლებს მოეწონა მეთქი მაშინ მოდი კიდე გავნაგზოთ ან რაღა გავჩერდეთ სიახლე არის ბევრს მოსწონს ბევრს შეუძლია შეუძლია დუბლირება აქვს სურვილი აგერ ჰინატა ერთ-ერთი ყველაზე ხოდილი კაცი მან ყოველჯერ მახსოვს დემონების ფილმზე თუ რომელიღაცა ფილმზე შემოდის როდის იქნება ხო ანუ არ მარტო ჰინატა ბევრს გაუსწორდა იმიტომ რომ რაღაც ახალია და მით უმეტეს ბევრ პროექტთან თანამშრომლობთ ამ მომენტში იმედი გვაქვს ამალოდ უფრო მოიხოდება ეგ თემა უკვე სტუდიის თემაზე და უფრო მაღალ დოსაფეხურზეა ჩვენი პროექტი მაგრამ ამ მომენტში როგორც მივიწევით რა ვიცი აკაიფოთ ხოდა აი როდესაც ხო ის დავდეთ ის ფილმი პირველი მაგის მერე მეთქი ბარე მოდი მე დუბლირებას მივაწვევები კონოგიმადან ასე ვთქვათ გამოვედი და ბიჭებს უთხარი ასე თემა მოდი მე უშუალოდ დუბლირებას მივხედავ ბიჭები და რომ რამე სულ ხო აგერ გვერდში ვიქნები რაღაც დახმარება თემა ჟორა არავის არ გაუგდია რა ამას იმდენად ხშირად უწერენ ლაივში რომ ეხა წინასწარ ამ მოჭრის TikTok-ზე დადევს ამ მომენტს რო ეთქაი დენი რაღაცა თქვა გინდო ხო წეგან ბლიზარდ მაქნა რო ფული ჩვენერა გვაქვს ჟორა არის ჩემი ძმა და შეიძლება ვიღაცამ ჩაქალოს რომ ეხა წუწუნებენ ესენი და თუ აკეთებენ გააკეთონ და არა ხალხიამოვნებს ეს ხო ანუ მაზოხისტები ამონდეს ჩვენ თან გავაკეთებთ ამ საქმეს ვისაც როგორც გინდათ ისე ჩათვალე მომავალში 2 წუთი ბლიზარდ კარგი ჟორა სამომავლოდ რა გეგმები გაქვს Revoice პირველ რიგში რაც შეიძლება მეტი პროექტი ანუ ბევრი ფილმი გვინდა რომ გავხმაროთ ასევე ანიმაციურებით წამოვიწყოთ ეხლა აქტიურად მუშაობთ ერთ ანიმაციურ ფილმზე იმედი მაქვს მალე დამთავრდება და ასევე აი ერთ გასაოცარ დღეს ფილმებზეც გადავალთ ეგ იმენა ძალიან სამომავლოდ არა ეგ სამწუხაროდ არა ეგ საიდუმლო არის ხო და შენ პროექტია ხო რევის მე რო გულიდებ არა შენ უკვე პროექტია ხო და მოკლედ იმედი მაქვს რომ ხო აი ბევრს გავახმოვანებ და სამაოდ იქნება უკვე გვაქვს სურვილი ძალიან დიდი სურვილი რომ რაღაც სტუდია გავაკეთოთ რაღაც მოვაწყოთ გამხმარებლებისთვის ჩვენთვის თბილისში აი ვინც არის რომ აი უკვე მარტივად გაახმოვანოთ და აღარ მოვწევთ ვინმეს თუ სურვილი აქვს რომ დუბლირებით გაახმოვანოს და დამატებით იმღეროს და სიმღერა გამოსდის გთხოვთ გამოშტოთ რა მოკლედ ხალხო ვინმეს თუ შეგიძლიათ რა ვიცი სიმღერა მიუზიკები რა ვიცი მოკლედ თუ რა ვიცი ხო შეგიძლიათ ეგ ყველაფერი რა ვიცი გაქვთ სურვილი უშუალოდ ჩვენთან რომ გაახმოვანოთ აუცილებლად მოგწერეთ რა ვიცი მიღებები თემები არის მოკლედ TikTok-ი ან რამე სოციალური ქსელი იმედია იქნება ქვევით აღწერაში იმედია თორე გავმახავ იმიტომ რომ აქ ყველაფერი თითქმის შემი არის ხო და ეს მან მოგწერეთ მოკლედ როგორც ყოველთვის ბლიზარდის სიმართლეს ჩვევია. აი თური კითხვებით ვიწყებ, მაგრამ მე სადღაც საინტერესო ბომბა კითხვას ვისურვი. ბომბოკლად. ჰინატა. რატომ წამოხვედი მაიკადრიდან და რატომ გააკეთე შენი საიტი?
ზოგადად დიდი ხნის განმავლობაში მსურდა ფილმების და სერიალების გახმოვანება, იმიტომ რომ ანიმეები უკვე მომბეზრდა. მით უმეტეს იმის შენაგრას 1022 სერიალი გავახმოვანე. ხო და მაგ მხრივ უკვე მაიკ ადრიზე წერეთელი და გიორგობიანი იყვნენ და დამატებით კიდე ეზუ და ასე შემდეგ რა მოხდა. ხალხი ყავდა რა მაიკ ადრის მაგ ფილმებზე და სერიალებისთვის და ისეთ ფილმს და სერიალს ვერ ავიღებდი დაუშვათ რომელიც აი დაუშვათ მინდოდა რა, იმიტომ რომ მაგას სხვას გაახმოვანებინებდნენ დიდი ალბათობით. მაგის გამოც გადავწყვეტე რომ საკუთარი საიტი შევქმნა, სადაც ყოველთვის ან ფილმებსაც, სერიალებსაც, ანიმეებსაც, დორამებსაც, მით უმეტეს დორამებს, იმიტომ რომ დორამები სხვაგან დიდად არსად არ ხმოვანდება და სამ საიტზე ბევრი ახალი დორამა დაიდება. დამატებით მანგების გახმოვანებაც აი შენთან როლებს არხზე ბორუტოს მანგა დაახლოებით რა ივენ ეგეთ პონჩი იქნება მანგებიც საიტზე სხვადასხვა მანგები ხო რა თქმა უნდა მარტო ბორუტო კი არ იქნება ხო ანუ One Piece-ის მანგასაც აქვს მოიცა 1022 სერიალი დასახმოვანია One Piece ბიჭო One Piece შენ არ გახმოვანე ეს ამოჭერთ ჩას მაგიტოქს ხო და თუ გამიჩალიჩ ხო და მაიკ ადრეზე ისე თემა კი უთხარი ადმინს რომ ისა რა ქვია ანიმეებს გაგიხმოვან რაც გახმოვანებული მაქვს მაგეებს გაგიხმოვანებ თქო რა ანუ შემდეგი სეზონები თუ გამოვიდა რაღაც გაგიხმოვანებ თქო ახლებს ახლა არ დავიწყებ თქო იმიტომ რომ საკუთარ საიტს უნდა მივხედო თქო და მაგას ჯობს შენ საიტს მიხედო იმიტომ რომ ვიცი საიტი როგორ საიტის მართო როგორ რთულიაო და ჯობს ახლა შენ საიტზე გადაერთო მაგისთვის დრო არ იმისთვის დრო არ დაგრჩებაო რომ ახლა სხვა საიტზე რამე ახმოვანოო რა კი კარგი თქო და მოკლედ ჩემ საიტზე გავაგრძელებ იმ ყველაფერს რაც ზოგადად მაიკ ადრეზე გავახმოვანე და ახალი რაღაცები ჩემ საიტზე redline-ი ბოლოში ყო წერტილი com-ზე დაიდება redline-ი წერტილი რა მაინტერესებს იცი აი redline-ი ანუ ის redline რო დაგიტოვა უფრო შემოვიდოდა დომენი იყო და დომენი და სვისი არ ვერ იყიდით ნუ მე კი დავწვი მე მაინტერესებს redline-ი რა ერთი ნაკითხოსო. კი დავამოღამე რატო ქვია redline-ი. მაგრამ როგორც ხედავ დენიელი ვერ დენიელის ვის პოდკასტში ვარ ანუ აღარ ხტები ანუ ამბნევ წავედი აღარ მინდა რატომ დაარქვი redline-ი? redline-ი როგორც ლოგოზე თვითონ ჩანს, ჩალის კუდი არის გამოსახული. redline-ი ზოგადად One Piece-ის მაყურებლებისთვის ცნობილი ფაქტი იქნება რომ redline-ი არის სამყაროს სოფლიოს გამყოფი დიდი მთა One Piece-ის სამყაროში გამყოფი რაო აერთიანებს რამოდენიმე ნაწილს სოფლიოს და აი მაგის მხრივ ვიფიქრე რომ ახლა რახან ეს საიტი აერთიანებს ფილმებს, სერიალებს, ანიმეებს, დორამებს და მანგებს მაგ მხრივ როგორც აი ეგ მთა აერთიანებს სოფლიოს One Piece-ში ეგრე აერთიანებს ეს საიტი რაღაცა მე ენერგეტიკული შეფასება მიყოლ მესამეჯერ redline თავაზობ არ გაგვაფინანსა აი YouTuber-ებს რო აქვს რა Red Bull-ის სპონსორი ხო აგერ პოდკასტებში არა გახმოვანების დროს ხო იცი დადებს რა არ ჩანს მაგრამ არის მან არ ჩანს მაგრამ გაიგებ რო ხო ხო აი ეგ ხმა ეგრე დასაწყისში ეს იყო redline მაგ დალევის პასად გაკეთებს და იტყვის redline-ი გაიქს redline რას ქვია მაგ redline-ი სამომავლოდ რა გეგმები გაქვს საიტს დედი ავტორ ეს დიზაინი მალე შეიცვლებ კი ეს საწყისი დიზაინი არის საიტზე დიზაინი ხო განახდება და ვფიქრობთ საკუთარი პლეიერი შექმნაზეც სადაც რეკლამები არ შეგაწუხებთ როგორც აი პლეიერზე რომელიც ახლა გვიდებს და რომ ზოგიერთს 10 რეკლამას უგდებს ზოგიერთს 20 მაგრამ რეალურად 2 რეკლამა არის მაგ პლეიერში შეშენებული ისტორია წაშალეთ კარგი შევა ისტორია წაშალეთ ეს კორექტი რეკლამები გავახსენე ოკეი ვერ ვიფიქრე ოკეი ვერ ვუწ ხო და ბევრი ახალი სიახლე დაემატება მოკლედ თან ახლა აი ამასაც ჩამოვა მიკროფონი და უფრო მეტი სიახლე დაემატება. აი ამ არსემას. ეს რო რამე ეს ვიღაც რომ არ ვიცი. ეს რო რამე სალატო ბაშალ პოდკასტია. რო რამე თიკო არის redline com-ის მეორე ადმინისტრატორი. და საიტზე სულ 3 ადმინისტრატორი არის.
მესამე არასახელებსო. ის პირველი მე, მეორე ტიპო, მესამე მესამე ჰინატა შემოხდა, ბუჟორა შემოხდა. მეს მეკითხებიან red line. ხო და მოკლედ მიკროფონი ჩამოვა ეს და კითხვა წამოვიდა, მაგას ბოლოს პროექტი პრომეში. დაიდება რა. ფონდი პროექტი დაიდება და არც დაიგვიანებს. ძალიან საინტერესოა. თიკო, ცოტა დაგვიჩაგრე. ხო არ დაიგვიანებს. რა. ცოტა დაგვიჩაგრე, მაგრამ ეხლა შემდეგ ეს ბოდიში ზოგჯერ ვიღაცას გაცილება ეზარება, ტაქსით მაცილებს მარტო, ამიტომ ხო, მაგითო. ო, წიმა რა იწოც. ხო. ტაქსით გაცილებაზე რო იჭრუნებს ადამიანს. ერთი რჩევა პოდკასტიდან მეგობრებო, ტაქსით გამხმოვანებელი შეყვარებული არის ხო? და ტაქსით გოგო აღარ გააცილებს. ერთ-ერთმა ადამიანმა დატოვა და მითხრა ისეთი ეკონომია. შეყვარებული ერთ საქმეში კი არა, ერთ საქმეში ძმაკაც არ მიყოლიებდიო. ესეთი რაღაც მითხრა. ეს ვერ გადარჩება. აი მე ვიცი შემიძლია საუბრობ ეხლა. მე შემიძლია ჯექი ვოიში. მე მაგას მეტყვი მაგაზე, მაინტერესებს უკვე მეშინია. კაცი. რატომ გადაწყვეტე გამხმოვანებელი? მოდი ასე ვიტყვი, ადრე მქონდა მცდელობა გახმოვანების. ოღონდ არ ვიტყვი სად, მარტო ატომიცის. ხო, ვახმოვანებდი და ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, დორამების საიტზეც ვიყავი ოღონდ სუბტიტრების მთარგმნელი. და ის არის რა ქვია, ეს რო გავიცანი, გავიგე რომ ეს რო გავიცანი, გავიგე რომ ანუ ახმოვანებს რაღაცა. და მეთქი თვითონ შემომთავაზა რა ხო არ გინდა სცადო. პირველი ჩემი მცდელობა იყო დანდადანში გოგოების გახმოვანება და მომეწონა. იმიტომ რომ აქამდეც ხომ მქონდა გახმოვანებული, მაგრამ რა იყო? რას უყურეთ? ამას არ უყურებ. იმას. უკანა ფონს. აი კედელ, რომლის კედელი? აი ნახატები კიდია კედელზე მინდა აღნიშნო. კი. მინუს 5 მაგაჩას ნახატები. რახან ახლა ჩვენი საიტიც გვაქვს და რაღაც უფრო მუღამი მაქვს და უფრო მომწონს ეს თანახა მიკროფონი ჩამომდის და ძალიან ბევრი პროექტები დაიდება. ძალიან კარგი. როგორც ჰინატას ლაივებზე აღნიშნავ ხოლმე ხარ ძალიან ბევრი რაღაც ერთდროულად. კი. საიტის ადმინისტრატორი, კი. ჰინატა შეყვარებული, ჰიტოკაჩი და დავით არხარ მოურავი. და რევოს. შეშემარკვე. ბოლდა გავიწყდა და რევოსი დუბლირება საკეთე. ახო, რევოისის დუბლირება ხო? კიდე ეგე? კი მე. ხო, რავი, მე შემდეგი აღარ მახსოვს. ეხლა კიდე შემდეგი შეკითხვა. კიდე მე კაი. საწყალი დანია. როგორ გაიცანით შენ და ვატომ ერთმანეთი? ეგ ძალიან საინტერესო ისტორია არის რეალურად. ემონგას ხო არ თამაშობდი? როგორ? ემონგას ხო არ თამაშობდი? ემონგასი. ბრო. გამანე არ შემას. კაი, ბონდიში. არ შემას რა გადაყვა. ამოჭერეთ შემდეგი. მოკლედ, ანუ ის არის რა ქვია, 2024 წლის დასაწყისში უბრალოდ სკროლავდი TikTok-ს რა და ამისი ლაივი შემხვდა. არ გეწყვიტოთ ახლა არავის, მაგრამ ქართულ გახმოვანებას არ ვუყურებ. ხო და პირველად ამისი გახმოვანება მომეწონა ძალიან. არც მე არ ვუყურებ. ხო და ძალიან მომეწონა და მეთქი რა საინტერესოა, დავაფოლოვე უბრალოდ და იმ ლაივის მერე ამის TikTok-აკაუნტი არ შევსურვე. რა ხდება კიდე? ჩვენი ისე ატმოსფერო რა. ამის დააცე და ადამიანს კითხვა და მე გამოვიშვი ბოლო. მე კითხვა მოფრინავს თუ რა? არა იმასთან არა. ჩვენი პროექტია ეგა. საიდუმლო. ჩვენ გვაქვს სიყვარული თუ გაფრინდა. შემდეგ. გასაგებია, ხო. და იმის მერე ამის ლაივზე, ამის TikTok-ზე არ შევსუვარ საერთოდ. წლის ბოლოს დავინახე რომ ჩემს საყვარელ თამაშს თამაშობს Tomb Raiders. რომელიც ეს ვიყავი. კი. და მაგის მერე უყურებდი კი პროსტა კომენტარებს. მე არ უყურებდი, მაგრამ გულით მანდ. მერე მაგის მერე თვითონაც გადმოიწერა Tomb Raider იქნები მე ვიპოვო და ამიტომ გოგოებო თუ კიდე შეყარებული. გასათხოვი ხავს უკვე, გასათხოვი. დაბერდა. დედა მისი ეძებს და ვერავის ვერ პოულობს. ხო და ისეც რა ქვია, თავიდან ბოლომდე მაქვს დახურული ძალიან ბევრჯერ და ყველაფერი თამაში ვიცი დეტალურად სად რადევს. ხო და ამას ვეხმარებოდი. მე ერთმანეთს დავაფოლოვეთ, შევხვდით ერთმანეთს და რაღაცა ისე აიწყო რომ ერთად ვართ უკვე. მესამე თვეა. ქორწილსაც ვიხილ. ახლა ტაში მინდოდა, მაგრამ შევწყვი. აუ, ნამოსარო. ბრავო. ძაფიქები არ ქონდეს ტაში. რატო ჰიტოკაჩი?
კითხე თამას სამაჩე მარკო. რატო ჰიტოკაჩი და რა ჰიტაკაჩი რა თქვი ჩვენ? რევოის ჰიტოკაჩი თუ ჰიტაკოჩი რატო არა? ჰიტაკოჩი. ბიჭო, გახმოვანების თემაში იმას ვთქვი, რომ ბაიკენი დავიღო, არა საბავარს იმაშული და შენ ახლა გამხმოვანებდი, რატო წირავ, რატო? რატო მე პირადად ბიჭო, არა, მომწონს. ისე ჰინეტა მაგარი, კარჩი კამონდას რაღაც მაგარ სახელებს აძლევს რაცა. ია რა ქვია იმას რომ კაგეიამა კიდე ვიღაცას მეცნობს. ჩემ ერთ-ერთ გამხმოვანებას ნუგზარი და არ. არა, ეგ მე ვიყავ, მოკლედ თემა რაში ეცა ჰინეტა კარჩი. კაგეიამა და რაღაცა გოკო, ეგ სახელებს მოგცემთ ხალხო. ჩემ შემთხვევაში ნუგზარი, იბრაიმი, ახმედი. იო, ჩემთან მოდით რომ რამე თუ ახლა შენთან ახმოვანებდა რა და ჩემთან წამოვიდა იმ სიტუაციაში რომ გავახმოვანება. ჯერ ჩაუგდია ეპიზოდი. ის ჩემთანაც ეგრე იყო. რა სახელი მოვიფიქრო და ჟორამ ნუგზარი. ბიჭო, შუალა იზო ზივართ რაღაც თემები, ტიპ აუ სახელი მინდა რა, რამე გამიჩითო თუ რასა кайფო და რამე გამიჩი რამე მითხარეთო რამე თქვი, აუ ნუგზარი მიდით. ეგეც გადავით გაუჩიდა ტიპა, ბაზარი არაო და შენ მეკვლეს შემოდის აი აწერია ტიპს დიდი ასობით ნუგზარდაბი და დღეიდან მე ნუგზარი ვარ. აი ასე უბრალოდ მესაროდ გონჩი. ბიჭო, ეუბნებოდი, მეთქი ინანემ ძმო, არ გინდა. არ გასაუბრ? არა. აკაცუკის რო ახმოვანებდით და რო გითხარი. ბოდო ზეიტაში სხვა წავთქო და კი ბიჭო როგორ არა გადავით რომ მე რო დავსვი. ბიჭო არ მithქვავს ოდო ეს თუ შეთო ამას უყურებ მე არ მithქვავს გადაობით ჩემ უნამუსო ვერ მიხდა მე სერიოზულ ირონიას და სერიოზულს ჩემს ვერ ხვდებიან კამანდა. ჩემი აზრით ეგ ხმა არ მოხდა. რეალურად ჩემს იმას რა ქვენ იქნებს აქვს თავისი მნიშვნელობა. ჰიტოკა. რა ისტორია? რა მნიშვნელობა? რა მნიშვნელობა? მე ვიცი რომ ეს სიყვარულობანა და ეს საყვარლობა. დაჩაგრული უზიო არა ხალხო რა იყო. შემდეგი კითხვა. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. მე მოვიდღო შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. მოსიყვარულ ხალხის ვარ და აგდა შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ლუდი აღარა მეტი. აი ვის შავეხუტო ლუდი აღარა. მითხარით. როგორ წეღან ჟორა მახსენდა ერთ და ორკი კაგიამა. მოკლედ რაც გახმოვანება დავიწყე იმის მუღამი მქონდა რომ ფრენბურთის ერთი გუნდი შემეკრიბა გამხმოვანებლებში. დავარქვი ერთ კაგიამა ტობიო. ამას ჰიტოკაში. ნუ გოგოები ახლა ფრენბურთში მოთამაშეები არ არიან, მაგრამ მენეჯერები არიან და ერთ-ერთი მენეჯერი არის ჰიტოკა ჩიო და რახან ჰინატო შოიო არის, ჰიტოკა ჩიო. ესე შოუ. თან შიფავენ ერთმანეთს ერთად ეწერა. მაგონჩი. მე ნუგზარა იმპორტში რომ აი ერთი საძმაკაცოში მყავს ეგ ტიპები და მეთქი მეც ავაწყობს საძმაკაცას გახმოვანებაში. ნუგზარა იბრაიმი და რევოის რა მაგადან. აბაგის მემბლიზა. დანიელს. მაიცამ კლავიშა. თუ ისეთი. დანიელს. შენ გქონდა პროექტი Voice Art. რატო შევერთდი Revoice? აფერი არ გამოგდიოდა რა. არა, თემა ის არის რომ მოულოდნელად დამეზარა რა. ანუ ჩვენ voice art-ში ედიტი არ ვიცი რა. voice art-ი როგორ ჩავიწერო სტუდიაში? არ იწერა. რიზე როგორ დავაყენო ჩაწერა. voice art-ი მოკლედ აკეთებდა voice art-მა გააკეთა ერთი პროექტი დუბლირებით აკაცუკის შექმნა 12 ხმაში და მაგდროს voice art-ი არც იყო ჩაფიქრებული. ხო, არც იყო ჩაფიქრებული აკაცუკის შექმნას. იმიტომ 1-6 თვის პროექტია. აი, აცალდე. ნახევარ საათიანია. მე Revoice რო შექმნა ჟორამ და რაღაცა, მეთქი მოდი მეც შევქმნი ჩემს ჯგუფს, თქო, დუბლირების ჯგუფს და ნუ გავაკეთებთ ესე ანიმე და კაცო პლაგიატი რა. საწყალებს შეიშხობა და მას დავდე ფაკ აქ კადრს მიღმა რა მოხდება რაღაც მოხდება bro. ხო და ესეთი რაღაც მოხდა რომ ვიცი. ხო ხო ესეთი რაღაც მოხდა რომ მეორე პროექტზე უკვე დაწყებული იყო მუშაობა, თარგმანი კეთდებოდა. თარგმნელი გვერდზე უზის. თარგმნელი ჰიტოკაჩი, ჰიტაკოჩი. აღარ მოიწერა უნდა აღარ ვარ თარგმნელი. წაღარო ხარისი და აღარ გადაგითარგმნიცოდე. ხო და მოკლედ მეორე პროექტს როდესაც თარგმნა ჰიტოკაჩი, მოხდა ისე რომ ჟორამ დამირეკა და ესე მოულოდნელად შემოთავაზა Revoice-ის კურატორობა. და შევერთდი Revoice და გავხდი Revoice-ის ერთ-ერთი კურატორი. გასკურირე. ძალიან მაგარია. ერთ-ერთ ანიმაციას, რომლის სახელს მოდი ჯერჯერობით არ ვიტყვი. ანუ სამომავლო პროექტია.
კი. ერთი 20 წლის წინანდელი არის, მაგრამ ჯერჯერობით აი ჩვენ არა გვირჩევია. ჩაძე ლიბრალი ეს არ არის. დაწყებული ქონდა. დაწყებული იყო და აი, ჟორამ ჩვენ- შემოთავაზე, მოდი დავასრულებ, უცებ. ჟორამ შემოთავაზე რომ ეხა ვიცი რომ ერთ პროექტს აკეთებ და თუ გინდა Revoice-ის სახელით გააკეთე, თუ გინდა Voice Artist-ო. და ნუ დავფიქრდი მაგაზე და Revoice-ის სახელით ვაკეთებ. დრო გაპიერებაში კარგი არ არის. აა როგორც თვითონ თქვა სხვადასხვა დღეს. აიკენ. როგორც შენ თქვი, როცა გახმოვანება დაიწყე, ხალხმა რა გიწერა კარგი კომენტარები. კი. მაგრამ ახლა მაინტერესებს ესეთი რა. სუდი კომენტარები თუ ყოფილა, ან კრიტიკული კომენტარები თუ ყოფილა და მაყურებლის კრიტიკა თუ გითვალისწინებია გახმოვანებაში. შენ მიმართებაში არასდროს. შენ მიმართებაში არა, კრიტიკა არასდროს არ ყოფილა, პირიქით. რა, სულ мотиваციას მაძლევდნენ რა. ყოველთვის იმას მეუბნებიან, რომ შენი გახმოვანება თითოეული სერიის რა, ყოველივე სერია უკეთესი არისო რა და ძალიან მაგარიაო და ასე გააგრძელო და ყველაფერი გამოგივაო რა და სულ мотиваციას მაძლევდნენ. ჩემს მიმართებაში კრიტიკა არასდროს არ ყოფილა რა. არც ჰეიტი არ ყოფილა. თუ პიროვნულად ვიღაცას არ ვევასები, ანუ ღირსები არიან რა, რაც ანუ რაღაცა ვაკადრე და მაგიტო არ ვევასები. შევთოს როგორ მაგიცა. სო? ბიჭო, ხო, ანუ კრიტიკა არ ყოფილა თემართებაში. რაიმეს თუ შეუშლია გარემო პირობას ხელი რომ გაგიხმოვანებია. ბიჭო, კი, ანუ კი, ყოფილა შემთხვევა რა, მაგრამ კონკრეტულად ვერ ვიხსენებ. ანუ სიტუაციას, ანუ შეიძლება რაში შეუშლია ხელი? რო გამეხმოვანებინა? მაგალითად, გარე პრობლემები, უფრო გარე სიტუაციები. ანუ ხმები. ხო, რაღაც თავის ხო, თემები რა, ქონდა. ხო, ანუ გარე სიტუაციები რა. იქ შეიძლება ჩემს მაგას რაღაცა ჭირდებოდა, იქ ჩემ ახლობელი, ანუ ისეთ სიტუაციები მქონდა ბოლო პერიოდი რა, რომ ვეღარ ვახმოვანებდი. იქ იმ სიტუაციაში, რომ ძალიან ბევრი პრობლემები მქონდა. მაგრამ მადლობა ღმერთს მოვგვარდი, ყველაფერი კარგად ვაქვს, მშვიდად ვარ. სანამ მშვიდად ვარ და სანამ კარგად ვარ, მე გახმოვანებას ვაგრძელებ. ამ ეტაპზე არ ვჩერდები. სამომავლოდ ეხლა სამუდამოდ გავახმოვანებ რაღაცა, მაგ პირობას მე ვერ ვიძლევი, მაგრამ მინდა რომ ვახმოვანო რა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გავაგრძელო. რა მაინტერესებს ისი წერა ნახსენე მრავალხმიანი დუბლირება. Voice-over. Voice-over. რა ხმელი ის. ვიცით რომ Revoice რა უხმიანი. მრავალხმიანი voice-over. რატომ გადაწყვეტე მრავალხმიანი voice-over-ის გაკეთება? ბიჭო, იმიტომ გადავწყვიტე რომ დიდი ხანია ვახმოვანებდი გოგოებს რა. გოგოებს, ან მარტო ვახმოვანებდი ანიმეებს ძირითადად. და ჟორამ რაც Revoice შექმნა რა. იქ გახმოვანება ვნახე. ჟორამ მარტო ჟორამ არა, იქ ბიჭებიც არიან, მინებიც მაგალითად რევაზა ოპერატორი ჩვენთანაა და საღო რევა ძალიან მაგარი პროექტია. ხელი დაგვიქნიდა. Demos Layers მე გადავწყვიტე რომ სიახლე მოდი მეც ხო არ შემოვიტანო სიახლე გახმოვანებაში. და მაყურებელს ხო ახალი ის არ შევთავაზო რა. აი როგორ დავარქვათ ახალი გებრიელი კერძი. გებრიელი კერძი რა. ხაჭაპურამებას. და გადავწყვიტე რომ აწი ანიმეები უნდა გახმოვანდეს სამ ხმაში. რაც ქვია მინიმუმ. რაც ქვია გამხმოვანებლები ძალიან ცოტანი ვარ სიტუაციაში და მე დიდი სურვილი მაქვს რომ ვინც კარგად ვახმოვანებთ, ვისაც გახმოვანების სურვილი გვაქვს, რომ ყველა ერთად რაღაცაზე ვიმუშაოთ და მაყურებელს კოლაბორაცია მაყურებელს შევთავაზოთ ახალი პროექტი სიახლეები რა. მე და დანარჩენი რა სამომავლოდ რაც იქნება რა, მაგას რავი მომავალი გვაჩნევს. ჯერჯერობით ეგ იდეის დონეზეა, მაგრამ ისე ვარ მოტივირებული რომ ამ იდეას აუცილებლად აღვასრულებ. ინტერესოა წარმატებები. ეხლა ასევე შენს დაგიძახი რა მაგ სიტუაციაში და მითხარი რომ დაგიხმარები და შენსაც ყველანაირ კარგ წარმატებას რაც არის ზოგადად ყოველთვის
კარგად შევხვდები და ყველაფერში დავხვდები. შენ ჯიგარი. მაგრამ მივასე. Smart. შეიძლება ბევრი ჰეიტერი ყავს, მაგრამ შენ გულში ხარ შენ. მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი უცებ რა. ოღონდ იმის გამო არ ვამბობ, რომ Blizzard-ის პოდკასტში ვარ და ამკიც. ხო, ანუ მე დავსვი ესეთი კითხვა ჩემს პოდკასტში და Blizzard-მაც დასვა თავის კითხვა პოდკასტში, რომ გამხმოვანებელს გააქრობდი რა. ხო და ჩემ პოდკასტშიც და Blizzard-ის პოდკასტშიც ახსენეს გაატრუხდა უკვე, გატრუხ. არა, იმდენჯერ გამაგრე, შეიძლება გაატრუხდაც. კადრიდან გადი bro. კადრი კადრიდან. Blizzard-ი როგორც გამხმოვანებელი ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო და პლუს ამას Blizzard-ი როგორც ძმაკაცი არის ერთ-ერთი საუკეთესო ძმაკაცი. Blizzard Daniel და ყანჩოს პოდკასტმა. ხალხარო. ეს ხა სუბიექტური აზრია ვის მოხდა, ვის არ მოხდა, მაგრამ ჩემი აზრით Blizzard-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის საქმეში. და რა საქმეა? გახმოვანე. რა საქმეა და აუჯის გადაზიდვა. ნუ მეგრატობაზე. მათ ვერ შეგედავები. მე და Blizzard-ი ავაჟდა. ანიმეტივის კონტა ეგ რეკლამა. ავაჟიზა. ანიმეტივის Blizzard ვინ გაკუცმა? რა? ვის უნდა შეგიგო? მოყურებლები. ჰინატამ გამაქრო, მირაიმ გამაქრო. კიდევ ისე ამოღამებ ძმა ვისაც ჩინი გაქრობა უნდა და იმან ხო გამაქრო ისე ამოღამებ ვისაც ჩინი გაქრობა უნდა და ყველა საიტიდან წავიდა რა და მარტო შენ დარჩე როგორც Blizzard აი ხალხნა ხილად იყავით Blizzard-ის გაქრობასთან ტყუილად არ არის გევასებათ ნატროდ. იმის თქმა მინდოდა რომ ტყუილად არ გევასებათ Blizzard-ი იმიტომ რომ ძალიან კარგია და რაც უფრო მეტი ჰეითი მოდის, შით უფრო მეტი ხო. აუ თქვენ ეს მეტროში უნდა ნახოთ აუ გახალი გამხმოვანებლები აყავთ შორა. რატო გადაწყვეტე Revoice-ში ასე ვთქვათ კოლაბორაცია მოგეწყოთ და ყველა საიტიდან დაგიზახა გამხმოვანებლებისთვის. ხარისხის გაზრდის მიზნით ლოგიკური ანუ იმიტომ რომ ანუ კონკრეტულ პროექტზე არ იქნება იმდენი ხმა რომ გააკეთო კარგი ფილმი გახმოვანო დუბლირება თავიდან როგორც თქვი კონოგიმაზე კონოგიმას სტაფთან ერთად გინდოდა ხო დასაწყისში მაგრამ ხო ეგ ადრე პირველი დუბლირება გადაწყვეტეთ მაშინ ხო კონოგიმას სტაფთან გინდოდა და ამის გამო გადაწყვეტე რომ მე კოლაბორაცია შეგეკრა და მაგრამ ეგ უკვე კაი დიდი ხნა შემდეგ ერთი წლის შემდეგ უკვე მაგაზრით შემოვიდი რა აი სანამ დავიწყებდით ამ თემას აი რომ შემოგთავაზე პირველი რაც შევთავაზე ბიჭებს ყველას დავუძახოთ ვინც კარგია ვისაც შეუძლია რომ უფრო აუწიოს ამ ფილმს ხარისხი დუბლირების მხრივ იო რატო არა თუ აქვს ხოდი თვითონ გამხმოვანებელს მოვიდეს ჩვენთან მე პირიქით გამოსწორდება იყო რა შენ ამ პროექტს რო აპირებდი კონოგიმაზე არა და ცალკე ჯგუფი შეგიქნა რა Revoice იმიტომ რომ ბევრ გამხმოვანებელს აქვს ის კომპლექსი აუ კონოგიმა თუ აკეთებს აუ მაშინ ჩვენი საიტი რა არისო და შენთანაც ეგრე იყო ხო და როდესაც ცალკე პროექტი არის ან რომელიც აი არ აქვს კავშირი კონკრეტულ საიტთან არ არის არ ეკუთვნის კონკრეტულ საიტს მაშინ პრობლემა არა იმიტომ რომ ყველასთან თანამშრომლობია აკრუია სამომავლო სტუდიის ქირაობას ან ყიდოს ხო არ კი ვთქვი ეგ ანუ მის გვაქვს გეგმაში გვაქვს სურვილი რომ რაიმე პარტი ვიპოვოთ თბილისში შუა თბილისში ახმოვანებს რომ ძირითადი ჩვენი გამხმოვანებლები სამწუხაროდ თბილისში არიან ბათუმში რატომ არა გვექნებოდა სტუდიო თქო და მუსეუმი მაგრამ ეს უფრო მალე შეხვდებოდით ერთმანეთს მაგრამ ხო ნუ გვაქვს იმედები სამოვლოთ რომ რაიმე გამოჩნდება ეგეთი თუ იქნება ადამიანი ვინც დაგვეხმარება მაგაში ტექსტას ან კოლა რა ვიცი მოკლედ მეგობრებო სანამ საუბარს გავაგრძელებ ვიტყვი ერთ რაღაცის რომ Konogima.com-ი ათამაშებს გოკუს ფიგურას და წესები არის მარტივი რომ კომენტარებში უნდა დაწეროთ ნებისმიერი რაღაც და Konogima.com-ი უნდა გყავდეთ დაფოლოვებული TikTok-ზე და რენდომის არა მარტო TikTok-ზე სოციალურ ქსელებზე და რენდომის პრინციპით ამორჩევა გამარჯვებული რომელიც მოიგებს აი ამ გასაოცარ ფიგურას რეკლამის background music გვინდა ეხა ხო ის აქ იმდენმა გააპიარეთ თქვენი პროექტი ლიანი არის ხახვი და კარტოფილი და სახში ვიბა გიცოდე აბა ქებულზარი ხმაურა წეს მე რომ არა დღეს არ დაე პოდკასტი არც იქნებოდა ამიტომაც შენ საკმარისად yes აუ ისე წვეჭი გაიხადე დაგვიბრუნდა კაცი ჯიბევნახე არა ხარ ღირსი ჯიბევნი შეუნამოსე ნუ არის ცოცხალი მაგალითები იმის რომ
იყო ანუ სტუდიოები, რომლებიც იყვნენ თავის დროზე ფანდაბრები, ეხლაც არის სიტყვაზე ბევრი, რომლებიც ფანდაბით იხოდებიან, აი უშუალოდ უცხოეთში. და გადადიან უკვე ხო, პროფესია არის არაერთი ანიმეზე სიტყვაზე არის ასეთი გასაოცარი პროექტი, როგორც სტუდია ბანდა. თავის დროზე ჩვენ სავით ცალკე, короче, გამოიყვნენ პროექტს, უშუალოდ ანიმე პროექტი იყო, ანუ სახელად ანიდაბი, შექმნეს თავისი ფანდაბი, უშუალოდ დუბლირება დაიწყეს ფანდაბით. როგორც ჩვენ ახლა ვაკეთებ და საბოლოოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, 3-4 წლის შემდეგ ტიპები აი ასე ვთქვათ, თავისი ხოდით აკეთებდნენ სრულად უფასო ყველაფერს და რაღაც მომენტში უკვე გაიჩნდეს ინვესტორები, უშუალოდ დაინტერესებული ხალხი, ამიტომ რომ ანიმე სფერო მოიხოდა იმ ქვეყანაში, უშუალოდ ტიპებმა იმ ხელაზე მოხდნენ ეგ ყველაფერი თავის იმ ხელა ბიზნეს უშუალოდ ანიმე ინდუსტრიას იმ ქვეყანაში. რომ ბევრი ოფიციალური პროექტი შემოვიდა, როგორც არის Crunchyroll-ი, რაღაც ბევრი პროექტი იყო, თავის პროექტები იყო, მან და ხო დაიწყეს ოფიციალურად დუბლირება. ხო და ანუ საქართველოში ბაზარი არა, ძალიან დაბალი შანსია რომ შემოვიდეს ეგეთი პროექტი, არ გამოურიცხავ, თუმცა ჩვენ არა ვართ ორიენტირებული კონკრეტულად მხოლოდ ანიმეებზე. ხო. ხო, არა ვართ კონკრეტულად ორიენტირებული ანიმეებზე, ასევე იმედი გვაქვს რომ სამოავლოდ ანიმაციებს ვიწყებთ, ანიმაციებზე პრობლემა არ აქვს და ფილმები თუ წავიდა, მან ხო ვაფშე იდეალური რა ასე თქვა მასშტაბებზე აპირებს რივოისი გასვლას. ბიჭო. რა მასშტაბები უნდა რომ შესძინოს? ყველაზე იდეალური იქნებოდა ამ მომენტში პერსპექტივაში მიზანი გვაქვს რომ საქართველოში მოიხოდო, თუმცა ასევე ბევრ მაიგ არიცის, ახლა სიახლე არის უშუალოდ ქართული კომუნიკაციისთვის, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, ჩვენ დუბლირებით უყურებს, ბევრ მარიცის რომ ჩვენ ასევე უცხო ენაზე ვაპირებთ დუბლირების დაწამოწმებას. უშუალოდ ჩვენ ახლა გვაქვს კოლაბორაცია ერთ პროექტთან, უშუალოდ მათთან თანამშრომლობ, გუშინ მაგათთან ჩავიწერეთ პოდკასტი, 4 საათი ვიწერდით მაგჩებისას, ხო და yes, გვაქვს დიდი სურვილი რომ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში დავიწყოთ დუბლირება. იმედი მაქვს მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ დავრჩები. ძალიან კარგი. საინტერესოა წარმატებები. ვატო? აი ასე მოკლედ დავპასუხო და ნიმის. შესწავლილი მასშტაბებზე უნდა გასვლა. ასურვილები გაქვს. Короче, мену გზარდა ხმეთში ძვისად 20 გოდიდან იწყება რა იქ ყველაფერი. გეიმაში ეს გვაქვს რომ ამ წლიდან დაწყებული ყველა გამოსული ფილმი, ანუ ზოგადად კვირაში ერთხელ სადღაც 7-8 ფილმი გამოდის საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ? ხო, დამხრივ კონცერტი ამერიკაში. მინარე რა. ოკეი. ყოველკვირეულად ანუ ჩვენთან ახლა კინოთეატრში ყოველკვირეულად ემატება ფილმები. ყოველ ხუთშაბათს ემატება. ეგრე ემატება საზღვარგარეთაც ახალი ფილმები რა. ხო და აი ყოველკვირეულად გამოდის სადღაც 7-8 ფილმი. ნუ იქ IMDb-ზე რაც ვნახეთ, ეგრე ვამოწმებთ და ვინიშნავთ ისეთ ფილმებს, რომლებიც ხალხს დაინტერესებს. ხო და ამ წლიდან დაწყებული და მიყოლებული შემდეგ წლებშიც ვაპირებთ ყველა ფილმის გაკეთებას, რაც გამოვა. ანუ არ ვაპირებთ რამე ისეთი ფილმის გამოტოვებას. ნუ ეხლა თუ ეხლა ორი ქონდა რეიტინგი, ეგ არც თქვენ არ დაგაინტერესებს. არც ჩვენ არ დაგვაინტერესებს. არა, მაგრამ ნუ ისეთ ფილმებს ერჩევ, ანუ გამოდის, რომელიც ხალხს დაინტერესებს და იგეთებს ახმოვანებ. ხო, დორამებს რაც შეეხება, დორამებიც ეგრე, ახლა ახალი დაარსებული საიტი არის დორამ არა, Asian World-ი, ხო, Asian World-ი. დორამებს დებენ სუბტიტრებით. ოღონდ ფასიანია მაგათთან ნახვა. დაჟე? ხო, რაღაც ოფიციალურია თუ არა ოფიციალური? რაღაცებია ჩემს არხზეც რაღაცები უფასობდევთ, რაღაცები არა. ხო და ასეთი ხელშეკრულება დავდეთ მაგათთან. ნუ თვითონ შემოგთავაზეთ და ჩვენც ვაპირებთ ის შეთავაზებას. ტიპო იცნობს რამდენიმე მაგ Asian World-ის წარმომადგენელს. ხო და ასეთი შეთავაზება იყო რომ რამდენიმე ფილმს ჩვენ გავხმოვანებთ. გახმოვანება Redline-ისთვისაც და Asian World-ისთვისაც. კოლაბორაცია. და შემდგომ ნებისმიერი რამე სერიალი თუ დაჭირდათ, კინოდორამა და კინობროლ სერიალი, ხო? კინობროლ არა, თვითონ დორამებზე არა. ხო, თვითონ დორამებზე არიან, მაგრამ ზოგადად არა, ჩვენ დორამე რაც. ჩვენ ხო, ეგ ხო. ნებისმიერ რაღაცაში თარგმანი თუ დაგვჭირდება, სუბტიტრებს თუ დაგვჭირდება, რომ დაგვიდონ, ეგრევე გავიკეთებენ სწრაფად და გასწორებს ალბათ. დორამებზე ეგრე გვაქვს გათვლილი და დორამებშიც ანიმაცია ანიმეებზე რა შეჭრო?
ანიმაცია და ანიმეები, ეხლა რა თქმა უნდა, ანიმაცია თვითონ ფილმებში შედის, რომელიც ოკეი, ანუ მანდ არა კონკრეტული მხოლოდ ფილმებზე, ანიმაციური ყველაფერი, რა. ეხლა ანიმაციური სერიალი რაღაც ძველი სერიალები გვაქვს გეგმაში Disney-ის და ანუ ეხა ახალიც არის ინვესიბლი, ხო? აი და არა მარტო ინვესიბლი ახალი, კი. ეხება. მე ნუ აი ეგეთ პროექტები არ მასე. ანიმაციური სერიალები თავისთავად იქნება. მე რა მაინტერესებს. უფრო ვფიქრობ რომ სერიალებზე იქნება გამოხმაურებული და დორამებზე, მაგრამ ანიმაციური სერიალები ისეთები რომლებიც ძალიან რეიტინგი და რაღაცა და ხალხს უნდა ნახვა და არ არის გახმაურებული, რა თქმა უნდა ეგენი გახმაურებული. მე რა მაინტერესებს ახლა რა. კოლოგიმაზე უშუალოდ ანიმეებს რო ახმოვანებთ რა. რევოისი არის დუბლირების პროექტი რა, როგორც ასეთი რა და ამ წელს როგორც ასეთი მოგეხსენებათ გამოდის Demon Slayer. და რომელიმე საიტი გიგმავთ Demon Slayer-ის გახმოვანებას? მაიკადრის ფილმს არა, იმიტომ რომ კოლაბორაციაში გავდივარ დუბლირების. ხო, კოლაბორაცია რახან არის, ასე ვთქვათ, რივოისთან. ანუ ჩვენ ახლა რომელ საიტანაც ვითანამშრომლობთ, მე რა არ და ვზღუდავ, რექტაიმი ვართ ერთადერთი ხა ანიმედან მე გათვალისწინების დონეზე რახან დუბლირება სიახლე არის და კარგი რაღაცა არის. თუ არც ერთი საიტი არ მოკიდებს მაგ საკითხს რა ჩათვალე კოლოგიმაც არა თემა იმაში ანუ ეგ იმ დონეზე მასშტაბური ფილმი არის და იმდენი ხმა იქნება ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად დიდი სურვილით იქ ყველა საიტი რომ ჩავთვალოთ ამ თემას ანუ დუბლირება ხო მაშინ დუბლირებას დავუთვალოთ მე რო გავახმოვანე სირცხვილი ხო არა აჯობა მაგასახმოვანე ანუ მოიცა voice-over დაპირებთ არა ანუ ნახე კარგი არა რო გამიკეთები და სირცხვილი ნუ ახლა წარმოთვლიან ტანჯირო ყოველს აკეთებ თუ მეტეს ანუ ახლა ტანჯიროს ჩვენს პროექტში ოფიციალურად გამოდის რომ ტანჯირო ხოლოს ჰინატასი არის მოგ ჩვენთან ისე არის თუ ადამიანი იღებს კონკრეტულ პერსონაჟს ის პერსონაჟი მასთან იქნება ბოლომდე მატარებლისთვის ამბობ შენ ბოლომდე გიქნები შენ კი კონდუქტორი თუ რა ქვია ჩემისა ბილეტებს რა მოწევს ხოდა ამიტომაც რევოისისთვის დამითმია ხო ანუ სიტუაცია ჩვენ ისეთ პონჩი ვართ რომ ხალხმა ჩვენ ვისთან თანაშრომობთ ჩვენ მაქსიმალურად გვინდა რომ ხო ეს ჩვენი პროექტები ყველგანი დოს, მაგრამ ასევე ჩვენ თავაზობთ მაგ საიტის გამხმოვანებლებს რომ yo people თუ გინდა ჩვენთან სადეთ გახმოვანება, დუბლირება, მე რაც უფრო მეტი პროექტი იქნება, მით უფრო ჩვენს გაგვისწორდება. იმ ხო ჩვენ ახლა დაუძახეთ ახალი საიტი ანიმაცი რომ არის, მაგის გამხმოვანება სტორი არის. ძალიან მაგარი ხმა აქვს. დიდი ხანი არ ახმოვანებს ძალიან, თუმცა ანუ შეიძლება ახმოვანებს არ ვიცი. მე მონასტერი თუმცა ხო ამ ბევრ პროექტში არ არის. სახელი მეცო ხო, ასევე რიუზენიც არის დამწყები გამხმოვანება. მოკლედ ჩვენ ყველა გამხმოვანები დამწყები იქნება, ძველი იქნება. ყველა სუძახი ყველაზე პატარა გამხმოვანებელი არის თუ არა. ის ნოვას ყველაზე პატარა. ვაიმე, რამდენი ნოვას 9. მე მაინტერესებს ახლა თქვენმა პროექტთან შეკითხვა. რა ხან ერთი დუბლირებას აწვევით, მეორე voice-overs, ახლა ეს მრავალხმიანი. როგორც პროფესიონალებთან და ასე თუ ისე გამოცდილ გამხმოვანებლებთან აპირებთ, როგორც ვიცი რა მუშაობთ. დამწყებ გამხმოვანებლებთან თუ აპირებთ მუშაობთ. კი რა თქმა უნდა. და იმ გამხმოვანებლების, ასე ვთქვათ, რაღაც იმ წრთნის ეტაპზე დაყენებას, რომ მოვიდნენ დუბლირებამდე. დონემდე რომ შეძლონ დუბლირება ნორმალური voice-over და ასე და ასე. დუბლირება ადამიანს თუ არ შეუძლია და მაგის სურვილი აქვს, ჩემი აზრით გამოსავალი არის გახმოვანებით რომ დაიწყოს. საწყისში რა. ერთ-ერთი მარტივი გამოსავალი რა. გახმოვანება არის ის მეტყოლების პონჩი. მეტყოლ ხო და ანუ იგრძნო რა პერსონაჟი რომ გამოყენო. და თუ უნდა რომ შემდეგ ეტაპზე დუბლირებაზე გადავიდეს რა და. ოდნავ მაინც უნდა ხა. ჩემი რჩევა იქნება თუ გახმოვანების სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა კონოგიმაზე მოდით როგორ მაიკადრიზე ხო ბიჭებო არა ოღონდ და ჯერ არა ეს რო ვიდა ბიჭებო გოგოებო გელოდებით Play Studios-ზე ბიჭებო გოგოებო ზაღლებო კატებო ბიჭებო ყველანაირად კაი გოგოები მიცამას არა თემა რაში არის ანუ ყველა შემთხვევაში თუ ანუ ჩვენ ახლებს შეგულისხმობთ უკვე იმ ხალხს რომლებიც რაღაც პერიოდი უკვე voice-over-ში არიან იმიტომ რომ voice-over-ი უკვე ხვდები თუ რასთან ექნება უშუალოდ სამოალოდ ანუ რასაც გიწევს მუშაობა იმიტომ დუბლირება არის ჩათვლილი ახალი ეტაპებით რა ანუ რომ მაღალ საფხურზე ადიხარ იმიტომ რომ როდესაც voice-overs-ში ახმოვანებ ხო ეწავ მეტყველების აპარატი მეტყველებას ხო ეწავ ტემბრი ინტონაცია ყოფილი აპარატი მოკლედ იხვეწება და დუბლირებაში უკვე იმ მომენტს იმას ხო ეწავ იმ მომენტს უფრო კარგად ამოყავ უშუალოდ იმ პერსონაჟი ჩათვლილი ის პერსონაჟი შეხვდები უფრო მსახიობურ თემას ხო ეწავ
ემოციები, აი უკვე ხვდები თუ რა როდის უნდა გააკეთო. ბიჭო, რაც გახმოვანება დავიწყე რა, გახმოვანებას ხო უსმენ რა. სერიას კი აღარ უყურებ, მე გახმოვანებას უსმენ რა და რაღაცა არ მომწონს ეგრევე ვთიშავ რა, რაღაც სიტუაციაში და ბრაზდები რა. იმიტომ რომ ეხლა მე რო ვახმოვანებ სიტუაციაში და რაღაც არ მომეწოდება ვშლი ბევრჯერ რა და გახმოვანებული უფრო სხვანაირად და სპეციფიკურად აფასებს რაღაცეებს. ბიჭო, აი თემა რა შეც ჩვენთან საქართველოში ერთი დიდი პრობლემაა ის რომ ხალხი ვერ ანსხვავებს კარგს და ცუდ გახმოვანებას. ეგაც უსაშინლესი პრობლემა. თემა რაში არის? ანუ თემა რაში არის? ეხლა რო ასხოვნებდნენ ძმა, მე მექნებოდა ცუდი კომენტარები. ბიჭო, თემა და პირიქით ხალხო, მადლობა რა. არა, თემა რაში არის? ანუ ყველაზე ცუდი ის არის რომ ანუ მესმის არ მიხარია რაღაც πριν რომ არ ანუ ყავს ეს ჰეითერები და რაღაცა ბლიზარდში მოდი შეტერა არ შენ არ გაგიმართლა ვაფრე. უკლედ, yes, ანუ ეგ კაია რაღაც πριν, მაგრამ ცუდიც არის, იმიტომ რომ უნდა ადამიანმა უნდა იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი. და შენ როდესაც გესმის რა ვიცი, პატარა ბავშვის ხმა უშუალოდ დიდ პერსონაჟი რომლის მიკროფონით შრიალებს და აი უტყამს ფუფუფუებს. მაშინ და ამბობ ამაზე კარგს, მაშინ ბოდიში და პრობლემები გვაქვს მენასთან. ინტერნეტში გადავაწყდი ამას წინათ ნარუტოს ახმოვანებას და თან ანუ ტიპს ეთქობოდა რომ სპეციალურად წევა დაასვენოს და თან ბავშვი იყო რა, მაქსიმუმ 9 წელს მივწევი. ბლიზარდის მოხურებელი. ბლიზარდიდან. ანუ კაკაში გამოჩნდა რაღაცა ის სერიოზული პერსონაჟია კაკაში და რაღაცა და ისე იყო რომ ნარუტო რაღაცა ისეთი ნარუტო და გრიცელება. შარტემა ესე იყო რა, სახელს არ ვიტყვი ხა, მაგრამ ანიმე გახმოვანებულია. ბიჭო, არა, ეგიც მაგით რა არ დანიო, მაგით ესე გულისხმობ რომ ისეთ ხალხს ბაძოს, რომელსაც არ უნდა მიიბაძო გახმოვანების, როდესაც იწყებ გახმოვანებას. შენ ხო ინსპირაციას იღებ ვიღაცისგან. მე შემეშინდა ჩვენი სტილი წლის ბავშვი რა. ბიჭო, ხო, ანუ დასაწყისში, როდესაც შენ იწყებ გახმოვანება, შენ არ აქვს როგორც ასეთი სტილი ჩამოყალიბებული. ეგ დროთა განმავლობაში გიყალიბდება. არც მე არ. ხო და აი რაც უფრო მეც გაახმოვანება. მე ბევრი არ გახმოვანებული. აი მაგალითად ჰინატას აქვს ემოციური გახმოვანება, აი მომკალი და ჰინატას გახმოვანება ამ მომენტში ყველაზე მეტად მომწონს და ასევე რეგთაიმის რომ და ასევე ოდოს ძია ოდოს. ოდიში რეგთაიმის ულოცავ დღეს დაბადების დღე აქვს. ლეოსა bro. ანუ დიდი ბიჭი გაიზარდე. ანუ დღეს არ დაიდება, ანუ დღეს არ დაიდება, თუმცა მოგვიანებით გილოცავ. რა მარტია რეგთაიმს ულოცავს დაბადების დღეს. კარაჩო, რას ვამბობდი? მაგრამ თითოეულ გამხანებას ტორტი არა მაქვს, sorry. კარაჩი, თითოეულ გამხანებას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. და უშუალოდ მაგით უკვე საბოლოოდ გიყალიბდება სტილი. თუ აი ჰინატას აქვს ძალიან მაგარი ის რომ ემოციურად ახმოვანებს ძალიან და პერსონაჟი აი უფრო ცოცხალი ჩანს. ანუ სიამონებს, აი ემოციები განმოაქვს რა ის სწორად. როგორ? ხმამაღლა თქვი? კაია თქო, კაი. არა, ეს სხვა რა მოსამბობ. რატო მიყურებ ყველა? თუმცა ტირის, კაია. თუმცა რა თემა, ანუ ჰინატას ხმა, ანუ voice აი ჭიავატირი რა მინდა. ანუ თემა რაშია? კაი აღარ ვიტყვი. კარაჩი ხო რა, ანუ თითოეულ გამხანებას თავისი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს და თითოეულს აქვს თავისი სტილი. უყვარს ამაზე. ანუ თავისი სტილი აქვს ხალხს და აი იყო თითო მაგალითად თუ სინატას კიდე რამოდენიმე გამხანებელს აქვს ემოციური გახმოვანება. ზოგი ხარისხს გაწובה, მაგრამ როგორც კეზო, კახა კეზოა. გახმოვანებაში აი მის ედიტინგში ან თუნდაც მის ხმაში იმდენი დრო დახარჯა რომ რავი, ანუ კახა პიროვნულად მაგრამ მევასწრო მაგარი კაცი. პიროვნულადაც მაგარი ძმა, მაგრამ და გახმოვანებაში კაფე რაშიც აი როგორც ხარჯება. ვი? კახა ბენდუკიც. Who the fuck is that? ჩვენ კეზოაზია, ჩვენ კეზოაზე, bro, ის ჩვენ ლეგენდებზე ვსაუბრობთ. ბენდუკიძე თუ გისმენ, ბლიზარდას მოწონდა შენი ხმოვანება. ამდენამდე ვერ მოდის. ბიჭო, ასევე თუც ბლიზარდი. ბლიზარდს აქვს გაწელების სტილი. ეგ რაღაც პონჩი მისია. ანუ ეგ მისი არის, ანუ ეგ მისი სტილია. მე კაია, მე ვცდილობ გახმოვანების. ბორუტო. მე არ მოწელო. ბიჭო, ხო, ანუ ეგ ზოგადად იმის პრალი არის, რომ ბევრი აი როდესაც იწყებ გახმოვანებას ვიღაცას ბაძავ თავის დროს. ვიღაცა აი ხო, აგერა ძმა, იაგამის მაყურებელი. ხო და bro, ხო ზეცე, ანუ არ უნდა მიბაძო რაღაც პონჩი. თუ აი უნდა ჩამოაყალიბო შენ სტილი ვიღაცას რომ ბაძავ, მე ჩათვალე მისი კოპიო ხდები. უშუალოდ ამ თუნდაც აი საუბრის სტილში, გაწეულებში გახმოვანების დროს ეგ ძალიან ცუდი. ოკეი, ბოლოსკენ მიდი ბოლო გამოვში.
ჯერ ამათ მაგ ბოლო კითხვა. ბოლო კითხვები ორია და შეკაი. ბოლო კითხვა. ოკეი, მაშინ. ერთმანეთის დადებითი თვისებები ვთქვათ. აი რა შემთხვევით. გაინტერესებს ახლა როგორც თქვილი ხო ხარ წარმოდგენილი ხო და ერთმანეთის დადებითი თვისებები. ხო. მე მაშინ უარყოფითი თვისებები ვთქვით თქვენ. თიკოს მეგონი არ აინტერესებს. როგორ? თიკოს მეგონი არ უნდა მაგის გარდა. არა, რატო არა, მე საჩი მიხედავ მე. ხო, შენ ძიცი. ვიცი დორი. შეცო გითხრათ, მე რო ისეთ გავუყიდე. ორია ხო? ბევრია. ერთი გითხარით, ორი არ გითხარით. ერთი გითხარით. ბევრს. იმის და მეუხედავად რომ ისე წამოწყება იყო საიტის შემდგა და გახსნილები ფილმების, სერიალების, ანიმების და რამების ყოველთვის წუწუნებს, როდესაც აკეთებ. კი ბატონო, თანხმები. დადებითი? დადებითი იმის და მეუხედავად რომ წუწუნებს მეცახა. ერთი დადებითი, ერთი უარყოფითი. დადებითი ერთი უარყოფითი, კაი, უარყოფითი რა ვთქვა. სულ ძინავს კითხები, გეთანხმები, როცა საჭირო. მე როცა მძინავს ამას, გვიძავს მე როცა ვიცა რა კომპიუტერ. რანაირად ხარ ერთად? რა როგორ გავხვეი და აი რა გაქვს საერთო გეუბნები. როცა სტრიმავ და ორივე შეგვიძლია. ოკეი, Tomb Raider-ი გვევასება. всё, საკმარისია. ლანა კრაფტი თუ გითხარ. ლარა კროფტი. Minecraft. უი, კაი გამახსენე ჯო. დადებითი ზედა თქვი? დადებითი კაი რა ვთქვა. რა თქვა დადებითი? ანუ ხალხო, სანამ ავტობუსები არის, მაინც გთავაზობთ რომ ბალე მოურჩეთ, თორე მერე უკვე ჯერ არის, მიდი. ჯერ რომელ სანამ ერთმანეთს კაი ხო. არა, რაც სიმართლე არის, ყოველთვის გვერდში მიდგას და ანუ რავი როგორ თქვა. ვამაყობ ამ ადამიანით. ის არის ყველაფერს აკეთებს, რასაც აწვება რა. ღმერთმა დიდხანს ერთად გამყოფთ. მადლობა. მარშალებს როდის ჩუქნი? არ გამედო. ეგენი არ მინდა. აუ, მოიცა სანამ სანამ ბოლოში გახვალ თქვი და მე. არა, შეიძლება თქვა უჭერ ბოლოში უნდა თქვა ეგა თორე ეს არის. აი, მან ვიტყვი ესეთ რაღაც Minecraft-ი ახსენა ჟურნალ და მაგაზე გამახსენდა. Minecraft-ის ფილმი გამოდის 4 აპრილს. გახმოვანება Redline.com-ზე პირველი. პირველი გახმოვანება პირველი Redline.com-ზე. არ გახმოვანდება ჩვენთან სული. ხარისხიანი თუ გინდათ Play Studios და Redline.com-ზე. მრავალხმიანი გახმოვანები და ვინც იცით იუთუბერი. გარწმუნებული ვარ, ბევრმა იცით იუთუბერი Geo Miner-ი, Minecraft-ის იუთუბერი, მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს Geo Miner-ი საიტზე Play Studio წერტილი მე. ნაღარია. ტაში თუ კაი. ვაუ. ოკეი, ყველა მაშინ მეცის. კი, ბოლოს უკვე დენიო. ანუ კაი, ჯერ მოვეჭველი ბოლო უნდა თქვა. ბოლო გინდა უეჭველი. მე ნავეჭველი ბოლო. დენიო, ყველაზე მოკლედ, ძალიან მოკლედ. კი რა. არა. შენს პოდკასტებში რატო წაშალე გახმოვანებიდან იაგამი და ჰანა? ნუ ძალიან მოკლედ. იქით გადასვლა გადმოუკეთები არ გინდა. აი ძალიან მოკლედ. მოვდას მიკროფონს გადმოვდებ და მოკლედ ვიტყვი. იაგამის სტილი არ მევასება გახმოვანების სიტყვაზე, როდესაც მე უყურე ნარუტოს. აი რა უშავს რომ მე უყურებდი ნარუტოს და ჩემმა მეგობარმა მერჩია რომ უკვე ჩემმა მეგობარმა მერჩია რომ უყურე იაგამის გახმოვანებითო. ჩავრთე იაგამის გახმოვანებით ნარუტო და შეხვდა ესეთი რაღაც. ნარუტო, შენ მე მომკალი და გაწელოდი. ხო და ნუ თავის დროზე შეიძლება იაგამის გახმოვანება იყო კარგი, მაგრამ ნუ მე პირადად იცი რა არის? ხო. იაგამიზე რახან დაიწყო საუბარი. მე იაგამიზე ვაფშე წარმოდგენა არ მოხდა, მაგის გახმოვანებას ვაფშე არ მაქვს მოსმენილი რა, მოდი მაგას გეტყვი. მაგრამ ხალხი რამდენჯერაც ჩემ ლაივზე შემოდის რა, იაგამის ისე მაგრად აქებს და ისე მაგრად უყვართ, რომ მე მაგ პიროვნებაზე, აი გახმოვანებაში რაც უდაც გახმოვანებული არ უნდა კონდეს, მე მაგ პიროვნებაზე მე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ცუდი არ გულისხმობ. იმიტომ რომ პირადი აზრი უშუალოდ გახმოვანების მიმართ რომ ადამიან პირველი გახმოვანება როგორც ასეთ შემოიტანა იაგამი. ნარუტო X-ზე არის. სუსულად იდო ნარუტო X-ზე. პირველ ადრე იყო ქართულად. ნარუტო X-ზე ქართულად იყო ადრე გახმოვანებული? გახმოვანება. ნარუტო X-ზე ხო იყო? ნარუტოს იყო სერიები. მაგრამ ქართულიც მე იყო როცა რეკთაიმი
ანიმი იყო ეგ ადრეცა. ანიმეტივის პირველი ხო იყო. ანიმეტივისიც იყო გადატანილი თავიდან ან ნარუტო X-იცაც იყო პირველი ვინი და იყო? მე უკვე გადატანილების და ვაცი პირველი საიტი ვინი იყო? რომელი იყო? ანიმეტივი ნარუტოს გახმოვანება ვინც დაიწყო ანუ ზოგადად ნარუტო X პროექტი. ნარუტო X იყო პირველი. აჰა. всё არისო ეგ. ხო და როგორც ასეთი რავი ჩემი როგორც ասეთი ბოლომდე არ მიუყვანიათ ეგ პროექტი ნარუტო X ნარუტო X აი ვაფშე მალე ჩაკვდა პატარაობაც არ არის მიყვანილი ხო, ეგრე არა მალე ჩაკვდა მაგრამ იაგამ რაც იშრომა განვითარებაში რავი საღო რესპექტი ბიჭო არ ვიცი, ნუ მე უბრალოდ უბრალოდ ვერ ჯდება ჩემს ასეთ სტილი არ გესიამობა. იაგამი გავიგე ხანა ჰანაზეც იგივეს თქმა შემიძლია, რაც მაქვს მოსმენელი ჰანას გახმოვანება. ხარ პიროვნულად არ ვერჩი არაფერს, იმიტომ რომ არ ვიცნობ და ფიზიკურად ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ გახმოვანების მხრივ რაღაც ნუ ვიტყვი რომ უბრალოდ არ ჯდება ჩემში გახმოვანება ჰანას. რაღაცა მიწერა იყო და ეს. არა, უეჭველი ბოლო ხალხებო. აბა ჯორას უსმე ჯორას. ამოჭრი იქნები ყველაზე უნამოსო კაცი. არანაირ შემთხვევაში არ ამოჭრი. მაო ეს შენთვის არის კლეარი. ბრარ, უეჭველი უნდა და ეგ რომ ეთქვა. ცოტა უკან უნდა გაწევო მაო უსაური სურვილები გაქვს მა აიკარო კლეარი. ქები უნდა დაწუნებ. რიზემოთ ხიარი. ეგა. მოკლედ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი დასასრულს უკვე მიუახლოვდა დასრულდა ესე შეგვიძლია ვთქვათ მადლობას გიხდით ყველას არა პასუხებისთვის გულწრფელი პასუხებისთვის სპასიბო. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი გაგვეცით როგორც გითხარით გულწრფელი პასუხები სპონსორი. მივალ მაქამდე ვისურვებთ თქვენს პროექტებში წარმატებას თქვენს საქმეში კარგად განვითარებულიყავით მილიონები გეშოვოთ გესახელებინოთ საქართველო და რა თქმა უნდა თქვენი ეს არ დაგავიწყე არ დაგავიწყე და დღევანდელი ასე ვთქვათ პოდკასტის სპონსორია ეგოისი და კერძოდ ჟორა ჩვენთან ერთად იყვნენ ლიზარდი, ჰინატაშო, ჰიტოკაჩი, დენიელი, კენჭო, ბაიკენი, ჟორა და კამერამენად და იქით უსახელო ადამიანები კაი, სო ეგრე დასრულდა ჟორას სახით. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის. გამატარე, ჩავიფს.